რა მატირებს ახლა მე რა რად მიკვნეს ის ესჭრელი გული რად მებურება მჭრელი თვალები და რა დამემართა რა სიკვდილი ჭამასმა თავს აყრელი დასაცმელი ნაირნაირი ფულიულევი ქალები რჩეული ცხენები ავტო მსახურები და მეგობრები რა მაკლია ახლა მე რა და ხოცილი მეგობრები კარგახანია მოვინელე დედმამა კარგად არიან გეიცი ქალა დამალაბარაგე რაცხა მეიცა ეს ყველაფერი თავიდან როგორ დაიწყო იმ წლის 1 აპრილს სოფელ ხონში იშვიათად უცნაური ამინდი იდგა დილიდან სოფელს კუპრივით შავი ღრუბელი დააწვა ხან თოვდა ხან ხოჭკაკალა მოდიოდა ხან წვიმა ზოგჯერ კი გაზაფხულის მზე ანათებდა დრო გამოშვებით ისეთი გრიგალი აბავარდებოდა რომ მთელი სოფელი ჭრიჭინებდა და ზაზარებდა იმ დღეს დილიდან მამაჩემი სილიბისტრო კვაჭანდირაძის სახლში რომელიც სოფლის განაპირას იდგა დიდი ფაცი-ფუცი იყო სილიბისტროს მეუღლე ჩემი დედიკო პუპი პირველ შვილზე იწვა მელოდინი ოჯახი ფეხზე იდგა მიშველეთ რაცხა მიშველეთ რა იყო შეგალო ვის არ უმშობიანებია და ვის არ გოუჩენია ბაღარა აღარ მინდა გედები ფიქრე აღარ მინდა კუბოდავკი კვაჭანტირაძეების შენ გადაგავლე მაკვერებზე დუღარე აღარ მინდა კუბა თქვენი ხმაზე სილიბისტრო და ხუხუჩიჩია შემოცულდნენ ვაშია ვაში მადლობა უფალს კვაჭი დამირქმეია 1 აპრილს დაიბადა კვაჭი კვაჭანტირაძე ღრუბელი გაიფანტა გაზაფხულის მშვენიერი დღე დადგა ზემო სოფელს საუცხოო სხივოსანი გვირგვინი დაედგა მთელი სოფელი გარეთ გამოსულიყო და გაოცებით ათვალიერებდა იმ საოცარი სილამაზის გვირგვინს ახალშობილის გარშემო მშობლები და მეზობლები შეკრებილან ნოტიობებიამ ხელის გული გამიხსნა და მკითხაობას მოხვა ახალგაზრდობაში კვაჭის მრავალი გაჭირვება და თავგადასავალი მოელის მარა ღმერთი დიდია რას კვაჭის ხელში ჩაუვარდება წართმევა შეუძლებელი გახდება ეზოში რომ ხეს მეხი დეცა ეს იმას ნიშნავს რომ კვაჭის მტრებს ჯვარი ყურობას მეხი დეცემათ და დაუსკდებათ გულები ასტეა მაგ სოფელს რო თავზე გვირგვინი დაედგა ესე იგი ბწყინვალე და სახელოვანი მომავალი მოელისო ვენაცვალე ჩემს კვაჭიკოს რაიცოდნენ რომ კითხაობაში და ოცნებაში სიმართლე იყო ჩაქსოვილი ჩვენი კვაჭანტირაძეების დუქანი ძველი იყო სამაგიეროდ ხონის გზაზე იდგა და მუშტარი ხშირად ხვდებოდა
აქ ყოველთვის გქონდა ხარჩო, სულგუნი, კვერცხი, კუპატი, ხილი, მრავალნაირი ღვინო. დედაჩემი და მამაჩემი ყველა გამომვლელს თავს არ უყადრებდნენ, მაგრამ თავად აზნაურებს, ვაჭრებსა და სუფთაბუშტრებს გზაზე ისე არ გაატარებდნენ, გამარჯობა რა თქვა, არ მიეპატიჟათ, ამავე არ მოეკითხათ. რავა ბრძანდებით, ბატონო, რავა? ხომ ხართ, კარგად. მამა რა ვაკავთ, მამა? ტიტუ! რას ბრძანებ? მომიკვდა თავი, მოკდა! რა ჭირდა სასიკვდილო კენჭივით იყო? და რა არის ცხოვრება? შემოგძანდი, შენ შემოგევლე, მოისვენე, შესანდობარი დავლიო. სრდილობიანი სიტყვა პასუხი. 1000 ბოდიში და მუდმივი დაპირება შემდეგში უკეთესი დახვედრის იმედი. მუშტრებიც ყავდათ და მამაჩემმა ფულის შეგროვებაც დაიწყო. საოცარი სისწრაფით ვიზრდებოდი. 6 თვისა ძლივს ვიქნებოდი. პირველად რომ წარმოვთქვი, ბაბა, დედა, მამა. ფეხიც იმავე ხანებში ავიდგი. მამაჩემს ერთი დიდი დარდი ღრნიდა. აწვალებდა და აწამებდა. თუ შეგაგიწყდეს გამჩენ. ჰეი, გლეხი. გლეხი და ყაზახი უნდა იყო, კვაჭიკო. ჰეი, მოგიკვდეს სილიბისტრო. ერთ მინდა ცოცხალი თავი. სილიბისტრო კვაჭანტირაძე აზნაური არ იყო. მას პასპორტში საბარცხვინო და სათაკილო სიტყვა ეწერა. გლეხი. ერთხელ სილიბისტროს ვიღაცა მოამბო აშორდიას შესახებ. მამაჩემა ფული წაიღო და გაქრა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ სახლში ფაცი-ფუცი და ლიაკოთი ატყდა, ჭურჭულებდნენ. აშორდია მოდის, აშორდიაო. საღამოს უცნობი ადამიანი მოვიდა. მოწიწებითა და თავაზით დაუხვდით. შეიქმნა დიდი ლხენა, ზეიმი, სიხარული, აღტაცება. აშორდია ფეხზე წამოდგა და ჩვენთვის, კვაჭანტირაძეებისთვის საოცნებო, სანატრელი და სასიხარულო ამბავი მოახსენა. ახლა ჩვენ კეთილშობილ საერთო ოჯახს ერთ კიდო პატიოსთან ოჯახ კიდო ხომ მოემატა. ხოდა მე გავასწორე ისტორიის უსამართლობები და შენ და გისურვებ რომ ღირსეულად ატარო მეფის წყალობა. და ახლა მე მინდა ვსვამ აზნაური სილიბისტრო კვაჭანტირაძეს სადღეგრძელოს და გომარჯვოთ ჩვენს ახალ მოძმეებს და ძმებს და სულ კიდევ რომ ყველა ძმებს. 5 წლისა მამაჩემის დარიგება შევასრულე. აშორდიას ხელზე ვაკოცე და ვუთხარი. მადლობელი ვარ, ბიძია. ახლა მე შენ ყველა კარებები ხომ გაგიღე, ახლა შენიცი. მინდა ახლა მე ვსვამ აგე პაწია კვაჭიკოს სადღეგრძელოს და ვაშა და ურა რომ სულ ვაშა იყოს მის ყოფილ ცხოვრებაში და მორალურშიდაც კიდო. ატყდაშ იამული სიმღერა ენა აშორდია დათო ხალხს დაემშვიდობა და წავიდა. ახლა თქვენიცით, ახლა წავედ, ახლა მე და ახლა ნახვამდის და სულ ნახვამდის და მუდამ რომ ნახვამდის.
სილიბისტრო რა საზნაურობა მიიღო და დაიმტკიცო ხასიათი და ელფერი შეეცვალა სტუმრებს ქეიფი დროზე დაამთავრებინა და სახლში წასვლა ურჩია კაი გეყობათ ახლა როგორც მოსვლით გვასიამოვნეთ ისე წასვლით გაგვახარეთ კაი დაიშალეთ ახლა დეგეწვათ სახლი თუ რეია წაეთახა სახლში და იხურე კატურა ბორჭა აზნოურის სილიბისტრო კვაჭანტირაძე აზნოული კვაჭანტილაძე აზნოურის სილიბისტრო კვაჭანტირაძე აზნოული კვაჭანტილაძე აზნოურის სილიბისტრო კვაჭანტირაძე აზნოული კვაჭანტილაძე სილიბისტრო მომიბრუნდა და დამარიგა შვილო კვაჭიკო აი ქვეყანა ასთეა მომართული ზოგი უფროსია ზოგი უმცროსი ზოგიც გლახაკი ზოგი თავადია აზნოური ზოგი კიდო გლეხია შენისთან აზნოურის შვილმა ყველას არ უნდა გაუხადროს თავი ყაზახი და გლახა შენ ვერაფერს მოგცემენ პირიქით გამოგრჩევიან რამეს აზნოურს და მდიდარს დოუმეგობრდი ასიამოვნე და ძმად გოუხდი დიდარი და ძლიერი ყოველთვის გამოგადგება შვილო გლახა შენ ვერაფერს მოგცემს ასთეა ჩემო კვაჭი მოწყობილი აი ქვეყანა 6 წლისამ ვაჭრობის საქმეში ენავიდგი როცა სილიბისტრო ან ნოტიო გლეხებისგან საქონელს ყიდულობდნენ აუცილებლად ჩავერთვებოდი ალვალგა ძვილია დილას ოლშაულად გვაძლიან მუშტარს თავაზიანად ვეგებებოდი გამარჯობა ბიძიაო რაია კვაჭი მქვია 6 წლის გახლავალ სილიბისტრო შვილი ვარ სილიბისტროს პოლიფერი გახლავალ ხილი კუპატი სულუგუნი ხალჩო ყველცხი და ისეთი სვილის ღვინოც ლომე კახურს ზედაც არ შეხედავს და ბრძანებას გავცემ ჩქალა მოალთვილას კალკია ალაგე გაწმინდე გალეცხე აბადატლიალდი 8 წლის რო გავხდი სასწავლებლად ქუთაისის გიმნაზიაში წემიყვანეს ქუთაისი დიდი სუფთა მდიდარი და ლამაზი ქალაქია დაბნეული გაოცებული უყურებით კვაჭანტირაძე აი პიტუ აი მეუბაი სილიბისტრომ ყველანი ასე დაარიგა ყური მიგდედა და იხსომეთ გაკვირვებას თუ შეიმჩნევთ თორე გამოუცდელობას შეგატყობენ დაგცინებენ და ხრიქს მოგდებენ თუ ლაპარაკი ჩამოვარდა სადმეს თქვით თბილისშიაც ყოფილვარ თქვა ერთი წელიწადი მიწორია თქვა შორეული ნათესავის ბუდუშოლიას ოჯახს ვსტუმრობდით საცხოვრებლად მასთან უნდა დავრჩენილიყავ სადილობისას როცა თბილისზე ჩამოვარდა სიტყვა დინჯად ჩაურთე არაუშავს რა დიდი ქალაქია მომწონს დიახ შარშან ორხელ გახლდით მომწონს გოლოვინსკი თეატრი ვაგზალი დუქნებიც კაია დედა რა საყვარელი ბავშვია ჩვენ ვერ გავაიმასქენით და მაგიორში აგი იქნება ჩემი შვილი აპა შვილო მივდივარ მარა გული და სული აქანა გრჩება
ჭკუით იყავი შენ? სწავლავს გული დაუდე. ბუდუს და მასწავლებლებს ყოლიფერი დაუჯერე. კაპუჩებულ და ყაზახ ბავშვებს ნუახვევი. თუ ჭკუა იხმარე, ისეთი კაცი გახდები, რომე თელ სამტრედიას ხონს და ქუთაისს ალაპარაკე. შენი მედით მივდივარ შვილო კვაჭიკო. აპა შენიც მახსოვს სილიბისტროს ცრემლი მოადგა. თქვენ არ ხეინად იყავით კვაჭანტირაძეების გვარს არ შევარცხვენ თქვა. ვიცინეთ, ვიტირეთ, ერთმანეთი დავკოცდეთ, მერე კვაჭანტირაძეების ეტლი გზას დაადგა ჭრიალით. წევედით აბა. წევედი დროა. კარგად იყავი კვაჭი, მაგრად იყავი დაუჯერე ბუდუს დაუჯერე. ბუდუშოლია სახალგაზრდა ცოლი ცვირი საკუთარი შვილივით მზრდიდა და მივლიდა. ქმარს კი ამშვიდებდა. ბეჭა რა გინდა ჩემგან, შენ ერთი შვილი ვერ გააიმასქნე და სხვისი შვილიც არ მიყვარდესო? ცვირის მორიდების გრძნობა მთლად დაუჩლობა. თვითონვე მხდიდა და თვითონვე მბანდა. წიგნი გადავიკითხე და დავწექი. ცვირიმ ლამპა ჩამიქრო, სიბნელეში ტაღზე ჩამომიჯდა და ხუმრობა დამიწყო. ცვირიმ ისეთი რამე მასწავლა, რაც წინათაც ვიცოდი, მაგრამ საკუთარ თავზე ნამდვილ დედაკაცთან ჯერ სავსებით ნაცად ნაგრძნობი არ მქონდა. შენ გენაცვალე მაგ ხელებში შენ. რაი? უი, დეინახე. მამაძაღლი ხარ შენ, მამაძაღლი. უყურე შენ ამ ბაღანას? რაია? ამ ხელა რაია ბაღანა? ბუდუშოლია ბებერი და სნეული იყო. ამიტომ ცვირი მიმღამეს მეორე მამალი იშოვნა, მე კი ნამდვილი დედალი ვიგემე. რასი ფიქრებდა მაშინ ცვირი, რომ მისი ახალი მამალი დაუდეგარი და გაუმაძღარი გამოვდგებოდი. სხვის ეზოებშიც დავიწყებდი ხეტიალს და სხვა დედლებსაც გოუწევდი მამლობას. ამ ქვეყნად ლამაზ ვაშკაცსა და დედაკაცსაც ისე ინაწილებენ ძლიერნი, როგორც სხვა ქონებას და ბედნიერებას. არც ერთის და არც მეორის სრულ დაჩემებას ნურც ნურვინი ფიქრებს, ნურც დეიკადებს. მეორე დღეს ცვირიმ ალერსით და მზრუნველობით ხელში ვერცხლის მანეთიანი ჩამიდო და ჩამჩურჩულა. გენაცვალე მაგ ხელებში იყიდე რამე, მარა სიტყვა არ სადაზრა თუ არა ორივენი დავიღუპებითო. ასე ვიშოვე ოფლითა და შრომით პირველი მანეთი. ქალიზა ფულს მხოლოდ გიჟიან მახინჯი ხარჯავს. ნასწავლს და ახალგაზრდა ქალიშვილებს
ტუტუცები და პოეტები დაძდევენ. ქვეყანა სავსეა, ბიჭო, გამოცდილი დედაკაცებით. ხიფათის ნაკლებია თავისუფლება შეგრჩება. არც დრო დაგეხარჯება და არც ფული. არ მესმის ქალმა რა უნდა დამაბრმაო და გამიტაცოს ისე რომ მას შევწირო თავისუფლება, ახალგაზრდობა, მომავალი და სიცოცხლე. ქალი წუთიერი სიამოვნებისთვის არის გაჩენილი. მიიღე რაც მისაღებია და შენეგზით წადი. თანასწორობა. ყველაფერში თანასწორობა უნდა იყოს. ორივემ ვისიამოვნეთ, მერე ორივენი ჩვენ ეგზით წავედით. მორჩა და გათავდა. ცხოვრება, ბიძია. ბრძოლა. რასაც წაგლეთ შენია, რაც არა დაკარგულია. ჭკვიანი კაცი, დედაკაც ძირფესვიან ადამიანს და თვითონ მოაჯდება, ზურგზე. სხვის ზიდვას მირჩევნია სხვა მზიდოს. ასთია ეს ქვეყანა მომართული. ვისაც თვალი აქვს დაინახავს, ვისაც ყური აქვს გეიგონებს, ვისაც ტვინი აქვს ამ ჭეშმარიტებას შეიგნებს და გამოიყენებს. ამ ქვეყნად ზოგი უნაგირით იბადება, ზოგი კი დეზებით და მათრახით. რა ვქნა, ბიძია, მე დეზი და მათრახი მირჩევნია და სხვებმა უნაგირი ატარო. ასე უთქვამს თურმე ვოლტარს. То есть ვოლტერი. Торсამოს ვიტანაგი? ვინა, ბიჭო, ვოლტერი. კოჭოროული ვოლტერა როა, ხუჩა იმის ნათესავია, ბიჭო. დეიხსომე, ბიძია. ღმერთს ხვარი საწველად და საკრეჭად გოუჩენია. ღია ერთხანამ ცეცავო, გამგმირავ გულისავი. 18 წლისა ერთი საფეხურით კიდევ ავიწე. ახალგაზრდა თავადაზნაურებმა თავიანთ წლებში მიმიღეს და პირველად ნოეს ვასში გამომცადეს. გამოცდა წყინვალედ ჩამოვარე, არც სპაში ჩაბურჩი, არც ეკვა თამაშსა და სიმღერაში. იქიდან ლაითაძის დუქაში გადავედი. ნიშნად ნათლობისა და დაძმობილებისა ერთი ხელა და ღვინო დამასხეს თავზე და შეუსვენებლად სამბოთლიანი ჯიხვის ხანძი დავალევინეს. ჩვენებურად ქართულად ვიქეიფეთ. ხუთი ჩაბი ღვინო დაილია. უთვალავისანოვაგე შეიჭამა. ორჯერ მეტი დაიღვარა და გაფუჭა. ქვეშაფსეებო, თქვენ. მეტის დალევა თუ არ შეგიძლიათ, მე რას მეპატიჟებოდი, ბიჭო, ვაგანა. Deyigarget, benim bana karşı geldiras. Me mecibrebil, bico, smaşı, bico. Türkçeni daimtla da zetsa revolverebiz batka butkit dayıtsırıyla. Katsi. Egiye, bico katsi, egiye, bico çemizmada başkatsi gido, egiye. Egiye, çemizme kuaçi, moldi unda kakotso, genat sualeme. მეორე დღესაც გავაგრძელეთ ქეიფი და ნათლობა ჯერ ლევსა და ბორჯომში მერე საყორიაზე გამბერილ და ჩასუქებულ ერემოსთან მე ვნახეს სიზა ერთმანდა ხუაღლაგრა და მომაშოდა იგი პაპერშები ერემოს იმავე საღამოს დაუმეგობრდა ჩვენ შორის მჭიდრო სულიერი და შორეული ხორციელი ნათესაობა აღმოჩნდა. შუა ქეიფში დუქანს ორი ეტლით ვიღაც აფიცერი და მოხელე მოადგინა. თან ორი ქალიც მოიყვანეს. ერთი ქალი ჩემი ახლოველი გამოდგა. ერთმანეთს თვალი ჩაუკარით, გოუცინეთ, ორიოდე სიტყვა გავცვალეთ. აფიცერმა იწყინა. თავადი დადიანი გამომესარჩა. Sene, bico, iki matxovre, da uxotsus ყველა ახანა გამოუწრა, მაგათ ყელი, გემიგე, bico. ატდა კამადი გაწევა გამოძრო წილი, კივილი, იძრეს ხანჯლები და რევოლვერები. ერემომ თავისი სახელი დაიწყო. შედეგად აფიცერს იარაღი აყარეს. მოხელეს ორი კბილი დააკლდა. ამ დროს მე მიმალული ვიყავი. ყველაფერი რომ დამთავრდა, მაშინ დავბრუნდი. ერთპატია საქმეზე ბუჩქებში ვიყავი შემძრალი. რა მოხდა მე? მეინახეებმა პირობა დადეს. ყვაჭი არ გამოვაჩინოთ, გიმნაზიელია და მეტი ხიფათი ელისო.
მათქინა რა საქმე მაინც გამოაშკარავდა ატყდა გამოძიება და კალმების წრიბინი ტრებმა მიხელთეს ჭორიც მომიგონეს ვითომ ქაღალს თამაშობდი ვითომ ჩაწყობილი ქაღალდი დიდი ფული მომეგოს ვითომ სერიოზა ლონდოასთვის ფული და მეც იმცლოს ჩემი ბედი ბეწზე ეკიდა მაგრამ ბოქაული გამომძიებელის და დირექტორიც მოტყუდნენ ისეთი იდუმალი პატრონი აღმომაჩნდა ყველამ უკან დაიხია ერთი მხრივ წარჩინებული დედაკაცები აფუსფუსდნენ მეორე მხრივ გავლენიანი საზოგადო მოღვაწენი ცვირიმ წელზე ფეხი დაიდგა და დიდი ფული მას ესხა ბოლოს რა თქმა უნდა გამიმარჯვე როგორ გადაუხადე მფარველ დედაკაცებს მადლობა ეს მე ვიცი გაზაფხულდა მაისის თვე დადგა მერვე კლასელთა გამოცდების განკითხვის დღე იმ წელს გიმნაზიას ვამთავრებდი ეს ის წელი იყო როცა მოსწავლეები მასწავლებელს კისერზე ვასხდით და საითაც გვინდოდა იქით ვერ ეკებოდით გამოცდების საქმე ყველა მასწავლებელთან მიულად მოვაგვარეთ ხოლო ბერძნულის მასწავლებელი სირიადის ახირდა და გაკერდა თავში ისევ მე გამინაცდა მაცალეთ მე ვიცი მაგის თქვა იმ ხანებში ქუთაისში რევოლუციურმა სიომ დაბერა ხალხი შფოთავდა და ჯინიანობდა ჩემი მეგობრები იკრიბებოდნენ ჯგუფებს ადგენდნენ რაღაცისთვის ემზადებოდნენ ჩემს ჩარევასაც ცდილობდნენ მაგრამ სულ მახსოვდა მამაჩემის სილიბის დროს სიტყვები შვილო კვაჭი ქვეყანა გედეირია და გაგიჟდა უნდათ მოსპონ თავადაზნაურობა დაანგრიონ მეფის ტახტი და მთავრობა ლაპარიკობენ მემამულეს მიწები უნდა ჩამოვარტვათო მდიდარი და ღარიბი გავათანასწოროთო და ძმობა და ერთობა დავამყაროთო ჭკუით იყავი შვილო არ დაკარგო აზნაურობა და ქონება რომელიც ოფლით და ტანჯვით დავაგროვე გახსოვდეს მეფეს და მთავრობას მაგენი ვერ მოერევიან ნახევარი ციხეში დავტება ნახევარი ციმბირში გეიყინება თუ ჭკვა გაქვს და დედმამა გიყვარს ფიცი უნდა მომცე რომ აფერში არ ჩაერევი და აზნაურობას არ შეარწო მამაჩემს ფიცი მივეცი და დიდხანს ვინახავდი კაი მამა ახლა კაი მე შევარცხვენ საყვარელ დედას და მამას და აზნაურებს თქვა თქვენი ტანჯვითა და ოფლით ნაშონ ქონებას წყალში გადავყრით თქვა კაი მარა მდგომარეობა შეიქმს შეგნებასო ხედავდი მთავრობა დღითი დღე უკან იხევდა და სუსტდებოდა ხალხი ძლიერდებოდა რამდენიმე საიდუმლო კრებას დავესწარე ორატორობის უნარიც გამოვცადე და არ დავიშურე ცეცხლი პათოსი რიხი უნარი მსმენელის მოზიდვისა ხალხია ბიჭო მაგენი რა ფრაერგებად ლუკმა ელევიზია არ ვიცი მეფის ტახტიც უნდა დავანგრიოთ და დავაქციოთ მთავრობა უნდა მივაყოლოთ ზედ დიდრები და ღარიბები კიდევ უნდა გათანასწორდნენ თანასწორობა ყველგან და ყველაფერში მერე იქნება თუ იქნება კაი ძმობა კაი ერთობა კაი გართობა კაი კეიფი ჩემი ჩაგრული ხალხი საკეთილდღეო საქმისთვის
ციხეშიც დავპები და ციმბირშიც გევიყინები. აბა მივხვდი გადავაჭარბე და შევტოპე. ეს სახიფათო იყო. ჩემს ჩარევას პოლიტიკაში მოულოდნელი შედეგი მოჰყვა. ცნობილმა სოციალისტ სინდიკატისტ ტერორისტმა კოლიარევაძე მომძებნა და საქვეყნო ხალხისთვის საკეთილდღეო საქმე შემომთავაზა. მკითხა, კაროპულოს ოჯახს თუ იცნობ? ძალიან კარგად ვიცნობ თქვა. კაროპულო ბერძენი იყო, შავი ქვის მრეწველი, ნახევარზე მეც ჭიათურაში ცხოვრობდა. ოჯახი ქუთაისში იყო, შვილები გიმნაზიაში დადიოდნენ. შენ და კაროპულოს ვაჟი კიპრიანე მგონი მეგობრები ხართო. კარგი მეგობრები ვარ თქვა. გიმნაზიაში კიპრიანე ჩემს გვერდით იჯდა. ხშირად დავდიოდით ბულვარზე, თეატრში, საფიჩხიაზე, საღორიაზე, სასეირნოდ და გასართობ ადგილებში. ვცდილობდი კიპრიანე ქაღალდის თამაშში ქალებსა და კეიფში ჩამეთრია, მაგრამ ვერ მოვახერხე. კიპრიანე მამიშვილი იყო, თავდაჭერილი და ფშიშარი. გათალებულია, მეხუთედი შენია. კეთილი და პატიოსანი, თუმცა მეტი მერგება, მაგრამ რადგან საქვეყნოს საქმეა, თანახმავარ. გეგმა ხომ კარგად გეიგე, ხომ არა გერევა? არ ხეინად იყავი შენ. მეორე დღეს მე და კიპრიანი შევთანხმდით, რომ კვირას საღამოს ტყეში პიკნიკს გავმართავდით. ერემოს დუქანთან ეტლი გავუშვით და ფეხით წავედით. იქ სონია ხვიჩიაც იქნებოდა. კიპრიანი სონია ხვიჩიასგან იყო ცეცხლწაკიდებული. ამიტომ მოუთმელნად ელოდა გათენებას. კიპრიანის უთხარი. ყველანი წავიდნენ. მე და შენ ერთად მივდივართ. დანარჩენები იქ დახვდებიან. აბა, წავედით. აქეთ წევიდეთ, აქეთ. აქეთ წევიდეთ, აქეთ, იქ დახვდებიან. აქ იქნებია საცხა, აგერ მარჯვნივ მარცხნივ, კიდე მარჯვნივ და მარცხნივ. 10 ოდენა ბიჭი გადარჩა. უცენ ტყეში 4 წავაწყდით. 4-ვეს ხელში რევოლვერები მიიღო. განძრიო თორე გაგათავეთ ადგილზე. უყრევით. ბუჩქებისკენ ვისკუპე. მაშინვე კისერში რკინის ხელი მწვა. არტმა ჭიდილი, ბრაძუნი, ავაზაკს გოუსხლდი და გევიკეცი და გემომყვა. დიდხანს ვირბინეთ, მაგრამ რა ვირბინეთ? ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით. კაი, ბიჭო, გეყობათ, მაგრამ თლად დამეხიეთ, არის ამოსი. აფერი უშავს, აფერი კიდევ ცოტა ხანს ვირბინოთ, პატარა. ტყეში დევიკარგე. დიდი ხეტიალის მერე დაკაწრული უკუდო ერემოს დუქანს მივადექი. გამოჩნდნენ სონია, მარუსია, სხვებიც. შეიქმნა ჩოჩქოლი, სირბილი, დაკარგული კიპრიანეს ძებნა. რამდენიმე დღე კაროპულოს ოჯახში წივილი და გლოვა ისმოდა. ტიტუ, დევიღუპეთ, ტიტუ! გაქრა ბაღანა, გაქრა ბაღანა! მეიტაცეს გოლია, რას გვერდშია, რა უნდებლარიან, რა სიკვდილი! რა თქვინდოდა მაგისწავლა, რაც? ქუხლაში ყოფილიყო აჯობდა! ეგება ვინც ხამ რაიმე გეიგოთ, ჩვენ ვიცი თქვენი პატივისცემა მერე ტიტუ! მას ვიგლეჯდი, წუხდი, ჭრილობას ვირჩენდი, კაროპულოს ოჯახს თავს დავტრიალებდი. მოხუცმა კაროპულო მორსიტყვიანი დეპეშა მიიღო. 20,000. იმანაც 2 სიტყვით უპასუხა 5,000. 15, 10, თანახმავართ, გათავებული. რა ვარც იქნა მორიგდნენ. კიპრიანე კაროპულო ქუთაისში აღარავის უნახავს.
ერთი თვის შემდეგ კაროპულოს მაღაროები არევაძის ხელში გადავიდა. კაროპულო ოჯახით გემზე ავიდა და სტამბულისკენ ტუტუ გაცურდა. არევაძის და ჩემი კომბინაციის შემდეგ ჯიბეში ფული გამიჩნდა. თავში ახალი ეშმაკები ჩამისხდნენ. ახალი ცხოვრება იმით დავიწყე, რომ ცვირისთვის ერთ უბედურ დღეს ბარგი ბარხანა იღლიაში ამოვიდე და თბილისის ქუჩაზე რუსი დედაკაცის ვოლკოვის ბინაში გადავსახლდი. ცვირი ტირილი დამედევნა. მაგრამ პირველ საყვარელს მშვიდად და დინჯად ვთხარი. ყური მიგდა ჩემო ცვირიკო? ყოლიფეს თავის დასაწყისი და დასასრული აქვს. არა ხირდი ახლა და არა ტირდე, თორემ ბუდუ გეიგებს. ქვეყანად შეიტყობს და ორივეს თავი მოგვეჭრება. მე რამიშავს გამოუცდელი ვარ, შენ თავზე იფიქრე. სიკვდილამდე არ დაგივიწყებ სიკეთეს და სიყვარულს. ყოლიფერს მალე ერთიანად გადაგიხდი. არხეინად იყავი. ოთახი არ დაგიცარიელდება. პესოში კიას ხომ იცნობ? კარგი ყმაწვილია. ხვალვე გადმობა ოთახში. ადვილად მორიგდებით. მაშასე. ჭკვადა სიდინჯე მეთქი. მოგითხვა ბუდუს. შვიდობით. ჩემო ცვირი. გულიევი ჩუხე. ორიოდე ცრემლიც გადმოვაგდე. მშვენიერი ოთახი ვიქინა. დიდი ნათელი ავეჯით მორთული. ვოლკოვის ქვრივს მალე მოვეწონე და დოუმეგობრდი კიდეც. კონჩიკას თამაშობდით. წურილად ვაგებდი კიდეც. ხამპენსია მომქონდა, ხანავდარში საყიდლებზე მივდიოდი, გაზეთებსაც ვუკითხავდი. ერთხელ ქვრივმა წერილი მიიღო. წერილის კუთხეში დახატული იყო კუბო, ხანჯალი, თავის ქალა და დამბაჭა. ეწერა: სამ დღეში დაგვიმზადეთ 3000 მანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლავე შეუკვეთეთ კუბო. ანარქისტ, სინდიკალისტ, სოციალისტების მთავარი კომიტეტი. დაფეთებული ქვრივი რჩევისა და დახმარებისათვის მომუარდა. ჩავფიქრდი უთხარი, როგორც დედას ისე გელაპარაკებით ხმა, კრიტი, არსად დაზრა, თორემ ქრისტე ღმერთიც ვეღარ გიშვენი, სასტიკი და ველური ხალხია, არც დედაკაცი ინდობე და არც მოხუც. ამ ერთ კვირაში 2 დედაკაცი მოკლეს. ერთი მოხუცი დაახჩვეს და რიონში გადააგდეს. ჩიტები ვითხოვცავენ ხალხს, პოლიცია შეშინებულია. ზოგი მართალი ვთქვი, ზოგიც მიუმატე. შეშინებული ქვრივი ჩურჩული მემუდარებოდა დახმარებას, თან ხატზე და სახარებაზე ლოცულობდა, რომ სამარეში ჩაიტანდა ამ საიდუმლოს. იმ დღიდან რთულსა და სახიფათო საქმეს შეუდგა. და შიშისაგან მილეულ მოხუცს ამბავი მოუტანა. ღმერთმა იმ ხალხისგან თქვენს დაგიფაროთ და თქვენი მტრებით რა გინდოდათ, რას მერჯოდით. ახლა მეც მემუქრებიან თუ 2000-ზე ნაკლები მოგიტანია შენც იმ დედაკაც დაგაკლავდო. ღმერთო რა ვქნა. ხვალ საღამოს თავდება ვადა. ღმერთო მიშვენ. შუაში ვარ, ეს რა დღეში ჩავარდი, ღმერთო.
იმ საღამოს ვიჩურჩულეთ და გადავწყვიტეთ. ქვრივი შავი დღისთვის გადანახულ 500 მანეთს მომცემდა. დანარჩენს მეუსესხებდი ნათესავებში თამასუქით, ან სახლს დაუგირევებდი. ოღონდ ამისათვის რწმუნების ბარათი მჭირდებოდა. დედაბერი დილამდე ლოცულობდა, ოხრავდა და თავისი ხნის ტახტს აჭრაჭუნებდა. მეორე დღეს ორივენი ნოტარიუსთან მივედით. Telcem უძრავ გონებას ვანდობ ჩემ უხლოვეს ადამიანს ჩანტრაძს Волкова. სრული რწმუნების ბარათი ჯიბეში ჩავიდე. საღამოს გახარებული დაუბრუნდი, 500 მანეთი მივიღე და კომიტეტში გავქანდი. მეორე დღეს სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. დედაშვილობის ნიშნად ყელზე ოქროს ჯვარი ჩამომკიდა. ჯიბეში სახსოვრად განსვენებული თბრის ნაკონი ვერცხლის სათუთუნე ჩამიდო და მითხრა. შვილო, თუ გაგიჭირდეს ამ ჯვარზე ილოცეთ. არც გმერტი დაგივიწყებთ, სიკეთეს და ყველაფერში დაგეხმარებათ. ასე გადავარჩინე, ტამბოველი ქალი უეჭველს სიკვდილს. იმ ხანებში რაც ხა მუსიკამ გამიტეცა ბიჭო. გიტარაზე იცოცხლე, კარგად უკრავ, აბატონ მაგერა. მაშინ როიალი იყო მუდაში და როიალისათვისება გადავწყვიტე. თავიდან ყიდვა მინდოდა, მაგრამ მეძვირა. მე ვიფიქრე, ვიკირავებ თქვა. ჩემი ნაცნობი ეს სიგლახავე მეიზელსონი ზაფხულში ბორჯომში წასვლას აბირებდა. უთხარი. თქვენ ბორჯომში მიბრძანდებით, ხო? შემოდგომამდე არ დაბრუნდებით. ბიჭო, მე კიდე ქუთაისში ვჩემი. ჩემი უკანასკნელი ავადმყოფობა მუსიკა. ისე გამიტაცა, ლამის დავგიჟდე თქვა. მინდა დაკურავისწავლო. ამიტომ გთხოვ თქვენი როიალი მომაქინაოთ თქვა. ეიზელსონმა გეიფიქრა, 3 თვეში 3 თუმანზე ვიღებ. გზის ფულს მაინც გამოვალ, ესეც კარგიაო. მოვრიგდით. საღამოს მაიზელსონის როიალზე გადაცებით ვაკაკუნები ჩემს პაპუტებს. ზაფხული იწურებოდა, საცა მაიზელსონი დაბრუნდებოდა. ავჩქარდი, ავფაცურდი, ბესოშიქიას ვუხმეთ და ვიჩურჩულეთ. მეორე დღეს ბესოშიქია მუსიკალურ მაღაზიასთან ტრიალებდა და მუშტარს ჩუბად ეკითხებოდა. უკაცრავად როიალი არ გნებავთ? სასწრაფოდ იყიდება მშვენიერი როიალია ბეკერის ფირმის. თითქმის ულახელია ვისია, ჩემი ამხანაგის აგერ თავად სებერიან დადიანიზე გახლავთ, აქვეა თბილისის ქუჩაზე ვოლკოვის სახლშიო. ბოლოს არუთინოს წააწყდა. როიალი გასინჯეს. კარგი ზვუკები არის. არ მოგწონს სირანა. მას ძალიან კარგი ზვუჩანი აქვს. მე ჩვენს კამოც როგორ მოუხდება? მამწონს. ავიღებ. ფასი 700 მანეთი. 400. 600. 500. ახლა თქვენი ხათრით გითმობთ, თუ არა ახლა მე გააქვთ? დღეს მე უნდა გავაგზავნოთ პოტეში. ჩავფიქრდი და კომბინაციაც გამოვნასკვე. ახლა თუ გნებავთ, მე თვითონ გამოგიგზავნით. თუ ასეთ მადლს აიზამთ, მადლობელი დაგრჩებით. ზედმეტი დღე არ დამეკარგება. რა სიტყვის სირანუში? კითხა არუთინომა ცოლს. იმ მაღაზი უკეთესი რა იქნება? მაშასე
როიალი ახლავე შევაკურებინოთ სადგურზე გავგზავნოთ და ჩააბარეთ. რა თქმა უნდა, ხელწერილს ახლავე მოგართმევთ. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. არავის არაფერი არ უთხრათ, ახლა ჩემი გვარი და ეს როიალი არსად ახსენოთ. ჩემთვის უხერხულია მისი გაყიდვა. ეგ არის და ფსო? არ ვიტყვი განეჩინა. აი სიტყვას გაძლევთ. ეს ქართველები ძალიან თავმოყვარე ხალხანი ყოფილხართ. სრული სიმართლეა, ჩვენში ასეთი ნივთის გაყიდვა სირცხვილად ითვლება, მით უფრო თავად დადიანისთვის. არუთინომა გამოიანგარიშა. სულ 559 ანუ 559 მანეთი და 2 კაპეიკი გერგებად. არა? 100-ია და სწორია. აჰა. აჰა, შენაკანიაზო. Это მარჯვენა ხელი, აჰა, ეს შენა. დიდი მადლობა, ბატონო, კეთილად გეგზავნოთ. Значит, თუ ფოთში გამოივლით ოდესმე, გვეწვიეთ რა, ქალაქის ბაღის პირდაპირ ცხოვრობთ. დიდი სიამოვნებით უეჭველად გნახავთ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. მშვიდობით ბრძანდებოდეთ. მეორე დღეს ბესოშიკია ვინმე საროკინს წააწყდა. უკაცრავად თქვენ როიალს ეძებთ? სასწრაფოდ იყიდება მშვენიერი ბეკერის როიალი, თითქმის ახალი. აქვეა წამობრძანდით. ისევ გასინჯეს და მოვრიგდით. თქვენ მგონი აქაური არ უნდა ბრძანდებოდეთ. აქაური არ ვარ, ჭიათურაში უნდა წავიღო. რა, მაშინ ჩვენ გამოგიგზავნით. 2 საათში საბუთსაც მოგართმევთ. მოვრიგდით. იმავე საღამოს ინჟინერ საროკინს სასტუმრო ორიენტში მიუტანეს საბუთი ხელწერილი. ქუთაისიდან ჭიათურაში, როიალი, 50 ფუთი. თავადი დადიანი უგზავნის ინჟინერ საროკინს. გადახდილია 11 მანეთი და 29 კაპიკი პლუს როიალის ფასი 500 მანეთი. ვიანგარიშეთ და ღამე მშვიდობით ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო. აბა ბესო. ხვალვე უნდა გავაიმასქონათ ყველაფერი. ყავს ბიჭო კლიენტი? კი, მყავს, აბა მყავს. ვინ არის? არ გავბრიყვდეთ აქოურს, არავის უთხრა, არც ვაჭარს და არც ურიას თუ არა? აბა! არ ვიცი თუ? გადასახადების ინსპექტორია ვინცხა გერცოვი. მეორე დილით გერცოვმა ახალგაზრდა მოხელემ 6-ოდე მუშა მომაყენა ფული ჩამითვალა და როიალი თავის ბუდეში გადაიტანა. რაია, ბიჭო, ფრთხილად იყავით, ფრთხილად, არაფერს მიაჯახოთ, ასე შეიძლება, ბიჭო, როიალი წამოღება. ოუწიე, ბიჭო, მესამე ბეხი, მესამე მარცხენა ბეხი, ოუწიე, რაია, ბიჭო, არ გიჭამია, დღე პური. ნაზად თქვა, ბიჭო, ნაზად, აგი, ბიჭო, როიალია, შკაფი კარა, ბიჭო. ლაითაძისა და ერემოს დუქანში 2 დღეში 2 მტრიალი და კორიანტელი დავაყენეთ. რევოლვერების ჭექაქუხილმა ზეცა გააყრუა. მედუქნები და მოსამსახურეები ოფში იწურებოდნენ. მეზურნეებმა ყბები დაიხეთქეს. დანიელა ურიამ ხმა შეიხლიჭა. მეთარემ თითები დაიმტრია. მეარღნემ არღანი დაღალა. 20 მეტრემ ჭენები ცხენები დახოცეს. მოკეიფე ქალები ფეხზე ძლივს იდგნენ. გალეშილი ყველას ვეუბნებოდი. რაიო? ფულიო? არავინ გაბედოს ფულზე ლაბარიგი. ყველა ფერს მევიხდი. ხვალ 10 საათზე ყველანი სახლში მეწვიეთ, ანგარიში გაგისწორებ თქვა. ერემო! შენ სადღე გრძელოსვამ. ერემო ატირდა და მეც ავცრემლდი.
ერემოს კოცნი ტუჩები და ლოყები დაუხეთქე და გოუცვიდე. მეორე დღეს დილიდან ვოლკოვის ქრივი ძლივს ასწრებდა კარების გაღებას და პასუხს. Уехали! Совсем уехали! Говорят вам, совсем уехали! Совсем вот надоели! Уехали! Совсем уехали! Говорят вам! Господи, замучили! Господи! მთელი დღე იძახოდა ვოლკოვის ქრივი. ერემო, დანიელა და ლაითაძე კბილებს აკრაჭუნებდნენ. მეარღნენი ავლაბრულად იგინებოდნენ, ქალები ლანძღებოდნენ. მეტლებმა ჩემ ძებნაში ცხენები დაღალეს. ქუთაისი გადაატრიალეს. შუაღამეს ქუთაისიდან ხონში გევიპარეთ. მშვიდობით ქუთაისო, მშვიდობით ვინიცის როდის ღავნახავთ ერთმანეთს. სამი დღის შემდეგ მაიზელსონი ბორჯომიდან დაბრუნდა. იმავე დღეს ფოთიდან არუთინოვი ამოვიდა. ჭიათურიდან საროკინი ჩამოვიდა. სამივენი გერცოვს მიუვარდნენ. და გაქიოდნენ როიალი არაჩემიო. როცა ყვირილით დაიღალნენ, დასხდნენ და ერთმანეთს თავიანთი ამბავი უამბეს. ბოლოს დაიშალდნენ. ან რას იზამდნენ, რას მომაგნებდნენ გადაკარგულს, ან რას ჩამომაცრიდნენ გაფხეკილ სტუდენტს. რასიზამ ამ ქვეყნად ყველაფერი ანგარიშის საქმე ყოფილა. სოფლის სტუმრები ვართ. ჩვენ წავალ და სხვა დარჩება. ჩემო კარგო, ჩემო მშვენიერო. C'è